პირველი საგამოძიებო კომისიის ხდომა ჩაატარეს არალეგიტიმურ პარლამენტში, ბევრი სისულელე გვითხრეს, თუმცა მაინც მთავარი განცხადება გააკეთა ნინო წილოსანმა, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადს ვერ შევამცირებთ, ანუ გადასახადებს ვერ შევამცირებთ. არადა ბიძინა ივანიშვილს ერთი თვის წინ ოქროზოდებზე მოუხსნეს გადასახადები და მათ შორის ყველა მიმართულებით ივანიშვილმა გაიაფა ცხოვრება. გადასახადებს არ იხდის. აი ქართველი ხალხი უნდა გაიძარცვოს. ამას გვეუბნება ნინო წილოსანი. თან გვეუბნება რას, რომ ეს დეგეგეო თქვენო დარეზერვებული ხო არ გონიათო, ხალხს უბრუნდებაო, სკოლები, ბაღები შენდებაო. აი ბაღებზე რო ლაპარაკობთ და თქვენი სუსის უფროსი პატარების ულუფას რო იპარავდა, მათ შორის თქვენი მინისტრები სკოლების ფულს რო ტეხავდა, ოქროზოდებს სახლებში ილაგებდა და დღემდე მოსწავლეები სხვა სკოლაში დადიან, თქვენ ხართ ამაზე პასუხისმგებელი და მეტიც. მინდა ნინო წილოსან შევახსენო დეგეგეების სკანდალი, აი ეს საქმე, რომელიც პატიოსან წესიერ კონკრეტულ ბიზნესმენებს შეტენეს ბოლოს და ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ამხილა ოთარ ფარცხალაძე, რომ მან ბიუჯეტიდან 700 მილიონი გაწია. აი აგერ არის ტექსტი. ხო, ნინო წილოსანი მაშინაც პარლამენტის დეპუტატი იყო და ფარცხალაძემ ეს ფული რომ მოტეხა, ხმა არ ამოუხია და როგორ საუბრობს საერთოდ რამეზე ეს ქალბატონი, როდესაც კონკრეტული პასუხისმგებელი პირი ისეც არის. იმაზე რომ ქოცებმა გაგძვარცვეს, ფული მოიპარეს, ჩვენ ვალები აგვკიდეს, თვითონ ოქროზოდები დაილაგეს. და ახლა იმას გვეუბნებიან, რომ ფასების მიზეზები უცხოურმა კომპანიამ უნდა შეისწავლოს, ჩვენ ვერაფერი ვერ გავიგეთო. აი ესეთი უტიფრობა მე არ მგონია რომელიმე ქვეყანაში ხდებოდეს.